მთა სიმყარის და სიდიადის სიმბოლოა. მაგრამ გეოლოგისთვის მთა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იბადება, იზრდება და ბოლოს ქრება. ისიც კი, რაც დღეს ჩვენთვის უძრავია, რეალურად მოძრაობს, ნელა, შეუმჩნევლად, მაგრამ მუდმივად. მთის დაბადება, დედამიწის ქერქის მოძრაობა. მთების ისტორია იწყება იქ, სადაც დედამიწის ქერქის ძალები ერთმანეთს ეჯახება. ტექტონიკური ფილები, ეს უზარმაზარი ქერქის ფირფიტებია, რომლებიც მყარის ზედაპირის ქვეშ მცურავენ. როცა ორი ფილა ერთმანეთს შეეჯახება, მათ შორის წარმოქმნება ზეწოლა, რომელიც ქერქს ასწევს. ასე იბადება მთები, თითქოს მიწას უმტკავს და ზევით იწევს. მაგალითად, ჰიმალაები გაჩნდა მაშინ, როცა ინდოეთის ფილა დაეჯახა ევრაზიას. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ჰიმალაები ყოველწლიურად რამდენიმე მილიმეტრით იზრდება. დრო და ფორმა, როგორ იცვლება მთა. მთა არ არის სტატიკური. მას შემდეგ, რაც ის წარმოიქმნება, ბუნება იწყებს მის ფორმირებას, ქარი, წვიმა, თოვლი, მდინარეები, ყინულები, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ანგრევს მთას. ამ პროცესს ეწოდება ეროზია. ერთი წვიმის წვეთი არაფერია, მაგრამ მილიონობით წვეთი, ათასობით წელიწადში, მთას ქედიდან თხრიან და ხეობებად გარდაქმნიან. ასე ჩნდება მთიანეთში მდინარეების სისტემები, ჩანჩქერები, კანიონები და ბილიკები. მთა ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ამავდროულად მისი მასალა ქმნის ახალ ნალექოვან ქანებს სადღაც ზღვაში ან ოკეანის ფსკერზე. ვულკანური მთები, ცეცხლოვანი წარმოშობა. არსებობს მთები, რომლებიც არ იბადებიან შეჯახებისგან, არამედ ცეცხლისგან. ვულკანური მთები იქმნება მაშინ, როცა მაგმა ამოდის დედამიწის სიღრმიდან და ზედაპირზე ლავად გადმოედინება. ასეთი მთები თითქოს სუნთქავენ, ყოველი ამოფრქვევა ახალი ფენაა, ახალი სიცოცხლე. მაგალითად, ფუჯი იაპონიაში, ვეზუვი იტალიაში ან არარატი, ყველა მათგანი ვულკანური წარმოშობისაა. ისინი დროთა განმავლობაში იზრდება და შემდეგ ქრება, როცა მაგმა გაცივდება ან კრატერი ინგრევა. მთის მოძრაობა, რომელიც არ ჩანს. მთის მოძრაობა მხოლოდ ამაღლება და ჩამოშლა არაა. არსებობს ერთი უჩინარი, მაგრამ ძლიერი პროცესი, იზოსტაზია. დედამიწის ქერქი თითქოს ცურავს მანტიაზე, როგორც ყინულის ნაჭერი წყალზე. როცა მთა იზრდება და მას ამატულობს, ქერქი ნელა ჩადის ქვევით. როცა ეროზია ამ მასას აშორებს, ქერქი ისევ იწევა ზევით, თითქოს წონასწორობას ინარჩუნებს. ეს არის მთის სუნთქვა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ დედამიწა მას მუდმივად ასრულებს. მთის სიცოცხლის ციკლი. მთა იბადება, იზრდება, შემდეგ იშლება და ქრება, მაგრამ ეს დასასრული არაა. მისი ნალექები გარდაიქმნება ახალ ქანებად, რომლებიც მომავალში ისევ ასწევს ახალი მთების დაბადებას. ესაა გეოლოგიური ციკლი, სადაც არაფერს აქვს დასასრული, ყველაფერი გარდაიქმნება. ჰიმალაების, ალპების, კავკასიონის ან ანდების მსგავსად, ყველა მთა ახლა განსხვავებულ სტადიაშია, ზოგი იზრდება, ზოგი იშლება, ზოგი კი უბრალოდ ელოდება თავის დროს. დროის მასშტაბი, როცა წამი მილიონი წელია. ადამიანისთვის მთა მუდმივია. მაგრამ გეოლოგისთვის მთა წამიერია. ერთი მთა შესაძლოა არსებობდეს 100 მილიონი წელი, მაგრამ დედამიწის ასაკთან შედარებით, ეს მხოლოდ წამია. ჩვენ ვუყურებთ მთას, როგორც სიმყარის ნიშანს, მაგრამ რეალურად ვხედავთ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ, უბრალოდ ძალიან ნელა. დასკვნა, მოძრაობა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ. მთები ცოცხალი ისტორიაა დედამიწის მოძრაობის. ისინი გვახსენებენ, რომ პლანეტა არასდროს ჩერდება, არც მაშინ, როცა ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი უძრავია. მომდევნო ჯერზე, როცა მთას შეხედავ, იცოდე, ის მოძრაობს. ნელა, უხმოდ, მაგრამ მუდმივად. და ეს მოძრაობა გრძელდება უკვე მილიარდობით წელია. თუ გიყვარს დედამიწის საიდუმლოებები და გინდა უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს ჩვენი პლანეტა, გამოიწერე გეოკორი. აქ გელოდება კიდევ უფრო საინტერესო გეოლოგიური ისტორიები.